მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2025 წლის 27 მარტია. როგორ სწრაფად გადის წლები ჩემთვის. ოდესღაც დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მჯეროდა. მინდა რა თქმა უნდა შეგახსენოთ, რომ როცა საწოლიდან დგებით, აუცილებლად მადლობა გადაუხადეთ ღმერთს იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე გაჩუქათ. რადგან ეს ახალი შესაძლებლობებია. ეს მისი თქვენდამი კიდევ უფრო დიდი სიყვარულია. ისევე როგორც თქვენი მისდამი, თუ კი დილით მას გაიხსენებთ და ძილისწინაც. გარდა ამისა, დაურეკეთ თქვენს მშობლებს, რომ მათ თქვენი ხმა მოისმინონ. ახლა კი? ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკაში არ ვმონაწილეობთ და ამას ახლა ვევამბობ, თუმცა ზოგჯერ მართლა მინდება თავისუფლების დრო შეავიღო. გავიდე და ვთქვა, როდის ღამი ხვდებით. ეს მარტო საქართველოზე არ ვამბობ, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის. როდის ღამი ხვდებით, რომ სხვა ადამიანებიც ადამიანები არიან და ღმერთს ისინი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თქვენ თვითონ. რადგან უბრალოდ ხალხის ფულს იღებთ, რომელიც ბიუჯეტში შემოდის. მაგრამ უმეტესობა საქართველოში საერთოდ ვერ ხვდება, რა არის ბიუჯეტი. და ისიც არ იციან, რომ მთავრობა ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს, როგორ ხარჯავს ამ ფულს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის სამინისტრომ დაწერა, რომ მთავრობისგან დიდი თანხები მოიპოვა მოქალაქეების სამკურნალოდ. ჩამოთვალა ვის გაგზავნის საზღვარგარეთ. მაგრამ არ დაუწერია ვის სადგზავნის. ეს როგორ შეიძლება? შეუძლებელია. არა, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს სპეციალურად გაკეთდა. და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიაში ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც საკუთარი ფულითაც შეეძლო მკურნალობა. რამდენი ადამიანი საჭიროებს მთავრობის დახმარებას, კერძოდ ჯანმრთელობის სამინისტროს სახით. მათ ამის შესახებ უნდა იფიქრონ, რადგან ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. ეს არ არის პოლიტიკა. ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა მომავალი მთავრობისთვის. 4 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ. რომ ესმოდეთ, ადამიანები არსებობენ და ისინი უნდა გიყვარდეს. ასე თქვა ღმერთმა. ბოლო დროს, როგორც ჩანს, ჩვენი ფონდის პოზიცია ძალიან არ მოსწონთ. ის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ვაჩვენებთ ხალხს. ავადმყოფ ადამიანზე რაღაცის დაბრალება რთულია. თუმცა ზოგიერთი ამას აკეთებს. ახლა როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი ტელეკომპანია დარჩა, რომელიც ჩვენს სიუჟეტებს აჩვენებს. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა მრავალშვილიანი ოჯახი გააშუქა და მადლობაც არ გადაუხადა ჩვენს ჟურნალისტ ნინოს. ის ჩვენთან საუკეთესოა, რომელმაც ის სიუჟეტი გადაიღო. მან იპოვა ეს გაჭირვებული ადამიანები და მათ საკმაოდ ბევრი რამ მიიღეს. იქ სრული კოშმარი იყო. მრავალშვილიანი ოჯახი. ის რაც აჩვენეს, ჩვენ შეგვეძლო მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. რთულია შეეწინააღმდეგო, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ და არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან სამართლის დოქტორი ვარ, ყოფილი გამომძიებელი და ძალიან ფრთხილი ადამიანი. სხვა შემთხვევაში, აქ უკვე დიდი ხმაური იქნებოდა. მაგრამ მათ ჩვენ ფონდის წინააღმდეგ არაფერი არ აქვთ კრიმინალური. აი უკვე დაიწყეს ბინძური კომენტარების წერაც. მაგალითად, გამოჩნდნენ ადამიანები, ან ისინი მთავრობაში მუშაობენ, ან ფულს უხდიან ამისთვის. უკრაინაში ამისთვის ფულს იხდიან. ანუ გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები. თუმცა ისინი უსინდისოები არ არიან. ისინი ასეთები არიან, რადგან ფული არ აქვთ. აი უხდიან მათ და ისინი კომენტარებში წერენ. ბოლო დროს გაჩნდა ბევრი კომენტარი კეთილი ბრჭყალებში ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, თუ სიღარიბეში ცხოვრობს, რატომ აჩენს ბავშვებს? ღმერთო ჩემო, რას ლაპარაკობ? რას ლაპარაკობ, ძვირფასო ქალბატონო?
მეც ასეთ ოჯახში გავიზარდე. 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 2-ჯერ მერი. სხვადასხვა სახელმწიფოსგან მაქვს ჯილდოები. და ჩემზე ვიკიპედია პოლიტიკურ მოღვაწედ წერს. თუ ქვეყანას მართავდნენ ისინი, ვინც ამ კომენტარებს წერს, ჩემნაირები ალბათ არც დაიბადებოდნენ. არის ერთი წესი, მეგობრებო, მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეთ. ღარიბ ოჯახებში იბადებიან გენიოსები, როგორც წესი. გენიოსები ბიზნესში, შემოქმედებაში, მეცნიერებაში. შეხედეთ, ვინ არიან Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები. ისინი ყველა ღარიბი ოჯახიდან არიან. აი მაგალითად ივანიშვილიც ღარიბი ოჯახიდან იყო. ანუ გინდოდათ რომ ის არ დაბადებულიყო? ახლა შეიძლება მასზე განსხვავებული აზრი გქონდეთ. მაგრამ ის ღარიბი იყო. ღარიბი ოჯახიდან. და უმეტესობა მდიდარი ადამიანებისა ღარიბი ოჯახიდან მოდის. ეს ღვთის მიერ დადგენილი წესია. სამწუხაროდ მდიდარ ოჯახებში ხშირად იბადებიან ნარკომანები და ისინი, ვინც ცხოვრებას ფუჭად ხარჯავენ. ახლახან იყო ფილმი, რომელმაც ოსკარი მიიღო. ფილმში ნაჩვენებია მილიარდერის შვილი, რომელიც დროს ტყუილად კარგავს და უბედურ გოგონებს ატყუებს, რომ მათზე დაქორწინდება. მაგრამ როგორი თამაში იყო? ოღონდ გენახათ. ნახეთ ინტერნეტში, რომელმა ფილმმა მოიგო ოსკარი. მან მიიღო 8 ოსკარი და ეს რუსი მსახიობის მონაწილეობით. ლაწირაკი, დღეს კი იგი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად. როგორი თამაშა ამ პატარა ბიჭუნას როლი? ასეთი უსარგებლო რამ. ასე რომ, ვინც ამ სისულელეებს წერთ, მინდა გითხრათ. თქვით, ან ფული გადაგიხადეს, ან გონებაში ძალიან გიჭირთ. პირველი რაც საქართველოში ცხოვრებისას გავაკეთე, როცა ჩამოვედი, ხალხის დახმარება მინდოდა. მაგრამ სად მომეძებნა ისინი? ფონდი ჯერ კიდევ არ იყო. მე ქობულეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდი და სახლს ვაშენებდი. სხვათა შორის, ჩემი სახლი ყველაზე ძვირადღირებულია საქართველოში. როგორ ფიქრობთ, ასე გავრისკავდი? როცა სისულელეებს წერენ, თითქოს იქ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ჩემი ქონებით, რომელიც საქართველოში ნებისმიერ სხვაზე მეტი მაქვს. საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი მაქვს. ის მდებარეობს ქობულეთში. მალე ჩამოვალ. ჯანდაცვის სამინისტრო სულ არ მიშვებს. უკვე თითქოს მიმიშვეს. ნახვის შესაძლებლობას მოგცემთ. ეს ყველაზე ძვირადღირებული მასალებია. იტალიელმა არქიტექტორებმა გააკეთეს. სახლის 40% შუშაა. ზღვის სანაპიროზე. რა სილამაზეა. ასე რომ, ვინც ასეთ სისულელეებს წერთ, მინდა გითხრათ, მე არ გცემთ პატივს. ყველას ვუთხარი, ჩემს სახლში 30 თუ 40 კაცი მუშაობს. კითხე მათ, იპოვეთ ვინმე მაინც, ვისაც ფული სჭირდება. მე საკმარისზე მეტი მაქვს. 7 ბავშვი იპოვეს. ღმერთო, რა ლამაზი ბავშვები. რა თქმა უნდა, მათ სახლისთვის მაგარი მაცივარი ვუყიდე. მან საკეტი ჩამოკიდა მასზე. დედამ, ამან ძალიან გამაცინა. უკრაინაში მსგავსი არაფერი მინახავს. ეს იმიტომ, რომ იქიდან არაფერი აიღოთ, რადგან საჭმლით იყო სავსე. და მე სულ ყოველ კვირას ჩამოვდიოდი და ახალი პროდუქტები მომქონდა. ეს ქალბატონი ერთ-ერთ ბავშვთა სახლის ბავშვებთან ერთად ზღვაზე დაუპატიჟე. იქ 30-მდე ბავშვი იყო. მე კი მას ვაკვირდებოდი. გამხდარი, უბრალო ქალი იყო. მაგრამ როგორ უყვარდა მას თითოეული თავისი ბავშვი. დიახ, იქ იყო პრობლემები. ეტყობა, ქმარი იყო. ბოდიში, მაგრამ ჩვეულებრივი სიტყვაა. იმპოტენტი, რადგან უმძიმესი ჯგუფის, არ მახსოვს პირველი თუ მესამე, ინვალიდი იყო. ბოლოს კი მან ცოლი მოკლა. ბავშვების თვალწინ თავი მოჰკვეთა. დიახ, ეს მოგვიანებით. ისინი ერთ დაკავებულ ფართში ცხოვრობდნენ. სოფელში ეს ყველაფერი იცოდნენ და რითაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ. მაგრამ რით შეიძლება დაეხმარო ასეთ დიდ ოჯახს?
ღმერთო შენუშველი. მე მათ უზარმაზარი ტელევიზორი ვუყიდე, ყველაზე დიდი, ბრტყელი და მთელი სოფელი დადიოდა, უყურებდა ამ ტელევიზორს. გულწრფელად გამიხარდა ეს ყველაფერი. მინისტრი ამ დროს ერთ-ერთი მსახური იყო. ან ექიმი იყო, ან პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. უკრაინული გვარი ჰქონდა. მოკლედ, ეს კაცი, როცა ეს საწყალი ქალი მოკლეს, ქმარმა კითხეში თავი ჩამოიხრჯო. აშკარად ფსიქიკურად დაავადებული იყო. მათი შვილად აყვანა მინდოდა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს? მილიარდერმა 7 ბავშვი შვილად აიყვანოს. მათ ყველას ექნებოდა უფლება ჩემს ქონებაზე. მე ხომ არ ვარ მარადიული. მომიწევს შემოქმედის წინაშე წარდგენა. და ისინი გახდებოდნენ ჩემი ღვიძლის შვილების დონეზე. და მან ეს ბავშვები ოჯახებს ჩამოურიგა. თითოეული ბავშვისთვის სახელმწიფო იხდის $10. ზუსტად ვიცი, რადგან ჩვენ მაშინ მივმართეთ ამ ჭკვიან მინისტრს. და ვუთხარით, რატომ გააკეთეთ ეს? უპირველეს ყოვლისა, თქვენ დააშორეთ 7 და-ძმა. არადა მათ უნდა გააგრძელონ ცხოვრება, ერთმანეთს დაეხმარონ. სევდიანი ამბავია, ასე რომ ბევრი იყვანს, ვისაც არ აქვს სიცოცხლის საშუალება, და ის ცხოვრობს ამ $10-ზე, აყვანილ ბავშვთან ერთად. მე არ ვცემ პატივს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ სისულელეებს მწერენ. გააჩინეთ. მხოლოდ საბჭოთა მმართველობის დროს ასახლებდნენ უსახლკარო ბავშვებს და ღარიბებს არდადეგების დროს. მოსკოვიდან 100 კილომეტრში. ციხეებში სვამდნენ. არა. მე მათთან ვმუშაობდი, ადამიანებთან, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ. მათ უპატრონოებს ეძახიან, იქ სხვადასხვა ხალხია. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი მსოფლიოში ჯერ არავის უპოვია. თუმცა ოდესმე იპოვიან. მაგრამ ის, რომ იქ სპეციფიკური ატმოსფეროა. არიან კეთილშობილებიც, არიან ქურდებიც. სხვადასხვა ხალხია, მაგრამ ისინი ბავშვებივით არიან. უბედური ხალხი. იქ საგამოძიებო განყოფილების ჩემი ყოფილი უფროსიც შემხვდა. არ ვიცი რატომ მოხვდა იქ, მილიციის პოლკოვნიკი. და როცა ჩემი მეგობარი იქ მოვიყვანე, ყავდა ასეთი მეგობარი. სხვათა შორის, არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიციას პატივს არ ვცემ, საქართველოს გარდა. და ის მოგვიანებით გახდა მინისტრის მოადგილე. მე ვეუბნები, გინდა გაჩვენა ნამდვილი სასახლე. დიახ, მე ავაშენე მათთვის იქ სასახლე. იქ მაგარი ტუალეტები ჰქონდათ, ევროპული, სასადილო, საკვები. მეც იქ ვჭამდი. ბევრ მინისტრსაც მიუღია საკვები. ძალით მომყავდა ხოლმე ისინი. დიახ. არავინ იცის. ამბავი მომიყვა, რომ ერთ დღეს ის კაბინეტში ეჯდა. როცა შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი იყო და ეს ძალიან დიდი თანამდებობაა. სულ მცირე გენერალ-ლეიტენანტი. მასთან რომელიღაც მაიორი მივიდა და ეუბნება. მისმინე, თვრალი წამოვიყვანეთ ჩვენთან. და ის ამბობს, რომ შენი მეგობარია. ის პასუხობს, აბა დამანახეო. მაინც არაფერია გასაკეთებელი. ასეთია ბრძოლა დანაშაულებთან. და მიიყვანეს მასთან. ის რა თქმა უნდა მაგარი იყო. სამძებრო სამსახურშიც უმუშავია და პატივსაცემი ადამიანი იყო ჩემთვის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. პოლიციელები საერთოდ არ მინახავს, საქართველოს გარდა სხვათა შორის. ეს არის მგონი ვინმეს დამსახურება. და მოკლედ მიიყვანეს მასთან და ომსკის რეგიონალური პარტიის კომიტეტის მეორე მდივანი იცნო. ეს კი მინისტრის დონეა. უზარმაზარი თანამდებობა იყო. უკვე 6 თუ 7 წელი აიძებნებოდა. მას მთელ საბჭოთა კავშირში ეძებდნენ. დაკარგული ეგონათ. უსახლკარო, უპატრონო. და ეუბნება მას, მისმინე, ვასილ ივანოვიჩ, შენ ხომ ისეთი ადამიანი ხარ. ჩვენ ერთად იმდენი არაყი დაგვილევია. აი ეს შენ. ყველაფერი ამოიღო, რაც ჯიბეში ედო, 1000 მანეთი ან რამდენი. მითხარი, რა თანამდებობა გინდა კიევში?
მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, უბრალოდ წამოდი ამ ცხოვრებიდან. და ის პასუხობს, იცი რა? სახელი იყო პიოტრი, ვისი ძე იყო ეს არ მახსოვს. პეწია, დამანებე თავი. მე არ მჭირდება შენი ფული. არ მჭირდება შენი თანამდებობები. არ მინდა შენთან ერთ სამყაროში ვცხოვრობდე. არა იმიტომ, რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. მე სხვა სამყარო მაქვს. უბრალოდ გააღეკარი და უთხარი, რომ გამომიშვან აქედან და მოვრჩეთ. როგორ მოხდა ეს? ის ამბობს, მე ერთხელ ჩამოვედი ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის შემდეგ. მინისტრები იქ ისხდნენ და ყველანი. საღამოს სახლში გვიან მივედი. მეუღლე არ მელოდებოდა. გავაღეკარი, მასზე კი რეგიონალური კომიტეტის პირველი მდივანი იწვა. დავინახე და მაშინ არ ვსვამდიო მითხრა. არაფერი ამიღია თან. არც ფული, ისე წამოვედი. აღარც მახსოვს სად წავედი. ბოლოს სად აღმოჩნდი. რა თქმა უნდა სადგურებზე. სხვადასხვა ქალაქში. კარგი, არ მინდა განწყობა გაგიფუჭოთ. ცხოვრება მშვენიერია. მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს პირადად შენ უყვარხარ. შენ პირველ ადგილზე ხარ მისთვის. ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი. ამიტომ გააკეთე კარგი საქმეები. თუ შეგიძლია დახმარება, დაეხმარე. თუნდაც შენი აზრებით. არ არის აუცილებელი ფულით. ილოცე მაინც. მაგრამ თუ ღვთისგან მიაღწევ იმას, რომ თანაგრძნობა შემოვა შენს სულში, ეს არ არის ისეთი მარტივი. ფული მიეცი და ცოდვა გამოისყიდე, ასე არ არის. თანაგრძნობა. შენ წაიკითხე ჩვენი მასალა. ნახე როგორი ტანჯება ბებია. მაგალითად. და მისი მწუხარება აღიბეჭდება შენს სულში. შენ ცხოვრობ და გახსოვს ის ყოველთვის. თუ შეგიძლია დაეხმარები, თუ არ შეგიძლია, ილოცებ. ამას თანაგრძნობა ჰქვია. თუ მას უფლისგან მიიღებ, ღმერთო, რამდენი სიკეთე გელის წინ. ყოველ დღე გეფიცებით, თუმცა დაფიცება არ არის კარგი. ღმერთს ვერ დაიფიცებ, თორემ ისე შეიძლება. ღმერთს ვთხოვ, მიბოძე თანაგრძნობა. მიბოძე თანაგრძნობა. მიბოძე თანაგრძნობა ადამიანების მიმართ. მეც არაფერს ვთხოვ. და სოლომონის სიბრძნეს რა თქმა უნდა. ყველაფერ კარგს გისურვებთ. ყველას გეხუტებით. გამოგვიწერეთ. არ დაგავიწყდეთ აქ პატარა ზარია, რომელიც შეგახსენებთ, როცა ეთერში გამოვალ. იმიტომ რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ნაკლებად გამოვჩნდები. წარმატებები და ყველაფერი საუკეთესო თქვენ.